მოგესალმებით, მეგობრებო. ცოტა ესოთერული ვიდეო მინდა ჩაგეწეროთ დღეს მინერალებს როგორ ვიყენებთ ასტროლოგიაში და ზოგადად პიროვნულ განვითარებაში, ამაზე მინდა გელაპარაკოთ. ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს სხვათა შორის მინერალებზე ჩაწერილი წლების წინ, ახლა ძალიან ბევრი წელია სფეროში ვარ, ესოთერულ სფეროში, ასტროლოგიაში, მინერალოგიაში, ტრენინგები მაქვს უამრავი ჩატარებული მინერალებზე მაგალითად, თუმცა პატარა ვიდეო მომინდა თქვენთვისაც გამიზიარებინა კიდევ დამატებით ინფორმაციები, თქვათ წლების განმავლობაში, რასაც ვიკვლევდი ასტრომინერალოგიიდან. ზოგადად როგორ არის იცით, ეზოთერიკაში ძალიან სიმბოლური არის, როგორც მინერალები, ახლა ტაროც მაქვს აქ თქვენთვის შემოთავაზებული. ტაროს არკანები ძალიან კავშირში არის მაგალითად ასტროლოგიასთან და ვინც ასტროლოგია იცის, ძალიან მარტივად გაიგებს ტაროს პრინციპს, ძალიან ბევრი დასტა მაქვს სხვათა შორის. კარგი საიტი გვაქვს, მე საიდანაც ვიწერ ხოლმე, ინსტაგრამზე არიან online taroji, თუ არ ვცდები, ესე მაქვს ხოლმე სავარაუდოდ, ძალიან ბევრი, ძალიან კარგი ორიგინალური დასტა აქვს და ორაკულებსაც ვიწერ ხოლმე იქიდან, შემთხვევით დავგუგლე და აღმოაჩინე, რომ საკმაოდ ბევრი ისინი არის, ტაროს ბევრი დასტა აქვთ და არაჩვეულებრივი კარტები ნელა ისე ვაგროვებ ხოლმე რაღაც დასტები, რომ მომწონს ჩემთვის, მე ვიწერ ხოლმე და მე საღამოობით ფსიქოთერაპიას ვეწევი ტაროთი. მოკლედ, ძალიან ახლა ეს მომეწონა, ეს უფრო ჩემი სტილი არის, ესეთი რენესანსები, ესეც ძალიან არის ჩვეულებრივად, ესეთი კარგი კარტი არის და აი ეს მინდა შემოგთავაზოთ, სხვა შორის ძალიან ჩემმა ერთმა ასტროფსიქოლოგიის კურსის მოსწავლემ, რომელიც მე თურმე აღმოჩნდა ძალიან მაგარი ტაროლოგი მე თქვენთან წავდა ეთერში, დაუპატიჟე და კარგი ვიდეო გამოგვივიდა ტაროზე, მან მირჩია და ძალიან მომეწონა, ცოტა ისეთი არის, აი არქეტიპებზე ძალიან კარგად მუშაობს, ფსიქოთერაპიულად ვიყენებ მე ძირითადად ტაროს და სხვა შორის ძალიან კარგად მუშაობს, ისეთ პასუხებს გვაძლევს ხოლმე. თან იცით რა არის მნიშვნელოვანი, როცა კარტს შლით, მაგალითად ჩვენს გვიტრიგერდება თერაპიულად, ან ფაქტიურად ფსიქოთერაპიაზე ვარ ხოლმე, როცა კარტს ვიყენებ და თუ გაინტერესებთ, თუ გიზიდათ, ძალიან კარგად სხვა შორის დიდად ვერ ვკვევოდი ტაროში. ეხლა მარიამი არის ერთ სასწაული გოგო კიდევ, ტაროლოგი და მასთან ვაპირებ უახლოეს პერიოდში ჩავწერო კარგი ვიდეო, იმიტომ რომ ეს გოგო არის სასწაული, რომ მოგიყევით ადრე. კატა დამეკარგა მეთქი და მიშველე მეთქი სად არის თქო და არ არისო და კარგულიო კაცო აჩვენოს, რომ თვალს ამოფარებულიო და 6 საათი რო ეძებე და მართლა რომ სახში ყოფილა და ვერ ვხედავდი. ნუ ეს კიდე ცალკე ისტორია იყო და ახლა რა არის მასთან ვიდეოს რო ჩავწერ ძალიან მაინტერესებს მე მასაც უნდა ახლა კურსიც გააკეთოს ტაროლოგიის და მეც მინდა იმიტომ რომ ჩემი განათლება ტაროთი ეს არის ინტუიცია და ეს არის ხელოვნური ინტელექტი. ჯემინიში, გროკში, ChatGPT-ში ერთდროულად გუგლავდი ხოლმე, რომ ამაზე ვკითხე ახლა რა ენერგიაში ვარ, სად უნდა წავიდე და ამას მეუბნება კარტი და ნუ ფაქტობრივად მაქედან ვისწავლე ტარო. და წიგნიც ვიყიდე, სხვა შორის მაქვს წიგნი, მაგრამ უფრო ხელოვნური ინტელექტით ვისწავლე მართლა გითხრათ ვიდრე წიგნებიდან. და არის უფრო ეხა მე რაც მაკლია, ცოცხალი მაგალითები, ეხა როგორც ასტროლოგიაში შეიძლება ჩვენ წავიკითხოთ შაბლონები, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში საერთოდ მუშაობს, ხო? ეხა ასტროლოგიის კურსი მეწყება მაგალითად ზეგ და იქაც ამ პრაქტიკებსაც შევიტან, ამასაც აუხსნი. ჩემებს, ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ შემომიერთდეთ და ასტროლოგიის კურსზე მაგალითად ხო, როდესაც თუნდაც ახლა ტაროთი მუშაობდით, მე თვითონაც ნახეს, ხო, რომ აი სადღაც არის ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ სადღაც ვიჭედებით უკვე პრაქტიკული გამოცება არ ყოფნის. ასტროლოგიაშიც იგივე არის, ხა, რასაც ვაზიარებ ხოლმე, ხო, შეიძლება ვასწავლი თეორიას, მაგრამ იქვე პრაქტიკას ვაკეთებთ ხოლმე უკვე ფსიქოთერაპიულად. იმიტომ რომ პრაქტიკაში ხედავენ უკვე რეალურად როგორ მუშაობს ასტროლოგია. ტაროშიც ახლა ვინც მაგალითად გაერკვა და ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ, ყველას გვაქვს ეგ პრობლემა, რომ უკვე რეალობაში როგორ მუშაობს, ეს გვინდა გავიგოთ, ხო? სხვა შორის ეს ძალიან მომეწონა ეს დასტა, ილუმინატების კარტი არის, აქაც online taroji-დან გამოვიწერე. თუ არ ვცდები, ესე კი რატო ვერ დამემახსოვრე და
ძალიან იმდენი დასტაგვთ თურმე იმდენი, რომ და ძალიან კარგი გოგოები აღმოჩნდნენ, ესე იგი მოწოდება არის წუთებში, ამის ვათებში გავამიგზავნეს და ვაქებ, იმიტომ რომ მართლა აი ეს მთელი ამდენი ამბავი მათგან მაქვს და ძალიან მომწონს ტაროთი მუშაობა, ვისაც გაქვთ ინტერესი, არ ერკვევით, არ იცით ტარო. თერაპიულად არის იდეალური სამუშაოდ ლიკა წერეთელი ფსიქოთერაპევტი, მან მასწავლა პირველად, რომ შემოიტანა ტარო მაგალითად ფსიქოთერაპიაში და მაშინ მივხვდი როგორ მუშაობს მართლა და სად ვიყავი აქამდე თქვა და იმის შემდეგ სულ რაღაც მაქვს ხო ეშინაგანთან ცოტა თავს ვერ გრძნობ კარგად. ტაროს ვეკითხები რა მჭირს, ახლა ენერგეტიკული დიაგნოსტიკა გამიკეთებ მაგალითად ხო? მე მარის თხოვე რამდენჯერმე რომ აი მე ესე ვშლი და ჩაგეგდო ფოტოს რამდენად სწორად ხედავ და ისიც მეუბნებოდა ხოლმე რომ მეც ესე დავინახავდი და მოკლედ ისიც მისწორებდა ხოლმე ჩვენი მარი უსაყვარლესი გოგო არის. ანუ ველოდები ხა საზღვარგარეთ იყო და ერთსული მქონდა ჩამოსულიყო რომ ვიდეო ჩავწეროთ ერთად. და ძალიან ბევრ საინტერესოს გაგვიზიარებს ტაროთი, როგორ უნდა ვიმუშაოთ, როგორც თქვათ ახლა სამომავლო ტენდენციებზე, ვთქვათ რომ კითხაობისთვის რო უნდათ და სამჯერში ხო ჩვენ ენერგიებში არის, ანუ ჩვენ ენერგეტიკაში არის მომავალი. და ამ ენერგეტიკულ ვიბრაციასთან გადის ტარო, ესე რომ ვთქვათ, როგორც ჩვენ შეგვიძლია ინტუიციურად მივხვდეთ, მაგალითად რა შეიძლება მოხდეს ის იმ ენერგიას კითხულობს ტარო, ხო? და ძალიან საინტერესო არის. მაგალითად, მე როდესაც ვშლი, ვთქვათ, მომავალზე, მომავლის ტენდენციებზე, ჩემზე, ხო? აი მაგალითად, რა ენერგიებში გადავდივარ. ამ თემას ეხება თორე ხა სამკითხაოდ არ არის აქ ისეთ მნიშვნელოვანი. და რა ენერგიებში გადავდივარ, მიჩვენებს, რომ ამ ენერგიაში უნდა გადახვიდე ამის და ამის გამო. და აქედან წავსულა მე ფსიქოთერაპიულად. მაგრამ ამ პროცესში აი ეს ტარო ძალიან კარგად არის ასტროლოგიასთან კავშირში, იმიტომ რომ როდესაც ამ მაგალითად როცა მთვარის არკანზე გვაქვს საუბარი, მე ვიცი უკვე ეს მთვარე რა არის, ხო, ჩვენთან ეს არის ილუზიები, ნეპტუნური ენერგია არის და ძალიან მეხმარება მე რომ უფრო ამის ენა გავიკო, ხო, ამ ენერგიის, ხო, როდესაც ახლა კვერთხების დედოფალზე მელაპარაკება ტარო, მაგალითად ეს არის ჩვენთან ვერძული ლომური ენერგია და ძალიან გვეხმარება ასტროლოგიაში ტაროს გაცნობიერება, ტაროს ენის გაგება, ხო? ასევე არის მინერალოგია ჩვენთან მეგობრებო, რომელიც ასევე პლანეტარულ ენერგიებთან არის დაკავშირებული. მინერალები, ეს ეზოთერულ ასტროლოგიაში, ძალიან ეხა რა თქმა უნდა მთელი არ ვიცი, უდიდესი კოლექცია მაქვს მინერალების თბილისში, ახლა არა ვარ თბილისში, ცოტა პატარა ნაწილი წამოვიღე და აგიხსნით მინერალებზეც და რამდენიმე მინერალის მნიშვნელობა აგიხსნათ, თქვათ, როგორ ვიყენებთ, მე მაგალითად, ვისაც გააქვთ ინტერესი, მინერალები გამოიყენოთ პიროვნულ განვითარებაში, ენერგეტიკულ კვლევებში, ენერგეტიკულ დიაგნოზში, როგორც ტაროს ვიყენებთ ენერგეტიკულ დიაგნოსტიკაში, ყელის ჩაკრა როგორ მაქვს მაგალითად, გულის ჩაკრა როგორ მაქვს, რა ხდება რომელიღაც ორგანოზე ტაროს შლით ხოლმე. ოღონდ ახლა ესეთი უწი-პუწი არკანები არ გამოდგება ესეთ სერიოზული დიაგნოსტიკისთვის და იყენებენ ხოლმე ცოტა უფრო სერიოზულ დასტევს. მაგისიც მაქვს, ერთი მაქვს ძალიან ჩვეულებრივი, კლასიკური. ამას ვეკითხები ყოველდღიურ ესეთ აი ცოტა სერიოზულ თემებზე. აი სერიოზული არკანები არის აქ და ამითი უფრო ხვდები ხოლმე მაგალითად ცოტა სერიოზულ თემაზე რა შეიძლება იყოს და ნაჩვენი ეს არის უფრო მსუბუქი თერაპიული არკანები. ვის როგორ აქვს არის ილუმინატების კარტი, რომელიც მე ძალიან მომეწონა და ამ გოგოებმა ესეთი რომ ნახე რომ ქონდათ, ძალიან გამიხარდა და გამომიგზავნეს. და აი ის უკვე ძალიან სერიოზულად პასუხობს კითხვებზე. ერთი არის მე რაც გავიგე, მაგალითად რომ ყოველი დასტა რომ მოდის ვეკითხები, რისთვის ხარ, რაზე გელაპარაკო, როგორი ენერგეტიკა გაქვს შენ, მე როგორ მხედავ და ამის მიხედვით უკვე ზოგი მეუბნება მაგალითად აი ეს დასტა იყო რომ პირდაპირ მიკიბოკების გარეშე უხეშ სიმართლეს მეუბნება ძალიან პირდაპირ. ეს არის ძირითადად მაგალითად უფრო სუბუქად და ემოციურად მელაპარაკება, იმიტომ რომ ტყის ენერგეტიკა არის, ამაში და ცოტა სხვანაირი ზენი აქ შინაარსები. აი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ორაკული.
სხვათა შორის აი ზუსტად ლამის, არ ვიცი, აი ცოტა ნერვში გაშინდება ადამიანს ის ზუსტად პასუხობს რაღაცებს. ესეც ძალიან მაგარი აღმოჩნდა, ეს სხვათა შორის ხელოვნური ინტელექტს ვკითხე, ყველაზე ძლიერი ორაკული, რომელიც შეიძლება იყოს თქო ცნობილი თქო და ეს შემომთავაზა და მე დავგუგლდა ამ გოგოებთან ინსტაგრამზე ქონიათ ონლაინ ტარო ჯი ეგ არის ახლა გამახსენდა და ეგრევე გამოვიწერე და ძალიან დაბალ ფასებში სხვათა შორის. და შემდეგი ახლა რა მინდა მინერალებზე აგიხსნათ. ყველაზე საინტერესო რა არის მინერალებში? ახლა რამდენიმე მინერალი მინდა შემოგთავაზოთ. და როგორ არის იცით ახლა მაგალითად ახლა ეს უბრალოდ აქ მქონდა წამოღებული და გაჩვენებ სერდოლიკი ერთ-ერთი ყველაზე მიწიერი მინერალი არის. აი ესე გამოიყურება სერდოლიკები, წითელი არის და ჩვეულებრივად აი კლასტერებად რო დავყოთ, არის როგორ იცით ზედა ჩაკრების მინერალები, შუა ჩაკრები, ქვედა ჩაკრები და უკვე ფუძის ჩაკრები. ყველაზე ახლოს კლასტერებად უნდა გავიგოთ მინერალები ზოგადად. კლასტერების კუთხით წითელი ქვები ან ყავისფერი ქვები მაგალითად ცოტა მსხვილი ენერგეტიკის აი ესე დაბურული რაც არის ოღონდ აი ესეთი ფერადი როგორც წესი არის აი იასპი მაგალითად ეს სერდოლიკი სარდონიქსი მაგალითად ხო როგორც წესი არის ხოლმე ქვედა ჩაკრების ან დედამიწის ენერგეტიკულ ველს ატარებს ეს მინერალები. მაგალითად, როდესაც სასიცოცხლო ენერგიის ნაკლებობა გვაქვს, ვართ ძალიან გადაღლილები, გვაქვს აი პირდაპირ ფიზიკური ენერგიის ნაკლებობა. არა სულიერი შეიძლება იყოს, რომ ძალიან დაღლილი ვარ, თავი მაქვს დაღლილი და ამ დროს სხეული გუგუნებს სიტყვაზე, ხო? ამას არ ვიცახი. როდესაც მართლა ფიზიკურად ვარ სუსტად და ნაოტყოფობა გადავიტანეთ, რომ ზოგადად ფიზიკურად აი თავი არა მაქვს, გადაღლილი ვარ, ბევრი მშავე, ბევრი არ ვიცი, ხო? სერდოლიკი არის ერთ-ერთი საუკეთესო, იმიტომ რომ სიმბოლურად ეზოთერულ წყაროებში სხვათა შორის არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ქალი მინერალებზე წიგნი აქვს, რამდენი ძალიან ბევრი წიგნი აქვს დაწერილი. დამავიწყდა ახლა უცებ და წინაზე ვიდეოშიც მის წიგნი გაჩვენეთ ერთ-ერთი ცნობილი მინერალებზე აქვს ქვების ბიბლია და ძალიან საინტერესო ქალი არის მინერალებზე და ძალიან სხვა წყაროებიც რო ვნახე ძალიან ახლოს არის სხვა წყაროებთან ამ ქალის შეფასება რომ ეს ატარებს სერდოლიკი მიწის აი ლავის შუაგული ლავის მიწის ენერგიას თან არის ცოტა ცეცხლოვანი მსგავსი არის ზუსტად მაგალითად ვეფხვის თვალი ჩვენთან აი ოღონდ ის უკვე სერიოზული ცეცხლოვანი ენერგეტიკა აქვს ის პირდაპირ ცხეულებრივ იმპულსს გაძლევს ეს რბილ ენერგიას გაძლევს ანუ ფიზიკურად აი როცა ამბობენ ხოლმე ქალური პრობლემები რო აქვს გინეკოლოგიური მაგალითად ან კუჭანწლავის პრობლემები ან აი ქვედა ჩაკრებთან დაკავშირებული პრობლემები ადრეც იყენებდნენ სერდოლიკს ქალები როგორც წესი დრო სასიცოცხლო ენერგიას იძლეოდა ანუ შუადღის მერე არ არის ხოლმე სასურველი ტარება იმიტომ რომ საღამოსკენ უკვე ნენელა კუჭის ვთქვათ, ეს მონელების სისტემა ნელდება, ნივთიერებათა ნელდება და აღარ არის საჭირო სხეულის გადატვირთვა. მაგრამ სერდოლიკს ვიყენებთ ზოგადად, როდესაც თუნდაც ძალიან დაფრინავს ადამიანი, მაგალითად ნეპტუნი აქვს ძალიან აქტიური და აკლია მიწაზე მყარად დგომა. ან ურანული ენერგია აქვს მაგალითად აქტიური და აკლია ასევე მიწაზე მყარად დგომა. ამ დამიწებაში გვაქვს რამდენიმე ქვა. სერდოლიკი ძალიან ეხმარება დამიწებაში. იასპი ძალიან ეხმარება მიწიერ საქმეებზე ვიყოთ ორიენტირებული და ამ ქვებით შეგვიძლია საკმაოდ ჩვენი ენერგეტიკის დამიწებას შევუწყოთ ხელი. იმიტომ რომ როდესაც ვამბობთ რომ აი სულიერება და სულ ეზოთერიკა და ეს ყველაფერი იცით რას გვაძლევს რომ ჩვენ თუ სხეულს მოვწყდით და მატერიას თუ მოვწყდით ის სულიერ სამყაროდან ჩამოსული დიდი გეგმები და ენერგია არ ხდება მიწიერებაში გატანილი, ხო? რეალურ შედეგებს ვერდებთ მერე და დავფრინავთ უბრალოდ, ხო? აი თემურაზის არ იყას. ხო და ამისთვის არის ერთ-ერთი ძალიან გვეხმარება ქვები.
აი ამ დამიწებაში. შემდეგი ხათშეც ძალიან საინტერესო არის დამიწების კუთხით. ახლა ძალიან უცნაურია, მაგრამ ამ ქვას ეძახდნენ სულ მაგების ქვას. ეს არის რაუხტოპაზი, კვამლიან კვარცს ეძახიან. რაუხტოპაზს აქვს ერთი ძალიან საინტერესო რამ, ეს არის კვარცის მთის ბროლის მაგვარი არის, იგივე შემადგენლობა თითქმის, ახლა ეს კვამლიანი კვარცი რას აკეთებს იცით? რატო იყენებდნენ თქვათ ეზოთერულ წიგნებს დავაყრდნობით მაგები ამ ქვას, იმიტომ რომ მასში არის ძალიან დიდი გამტარი ენერგია დამიწების. აი თუ არის სადღაც ქაოსი თავში, თუ არის ენერგეტიკულად ნეგატივი, რომელიც ხელშია ჩაკეტილი და არ აქვს დაგრაუნდებული, გატანილი მიწაზე. აი ეს მინერალი ძალიან კარგად ეხმარება დამიწებას. გადის პირდაპირ დაგრაუნდებას აკეთებინებს, დამიწებას აკეთებინებს ნებისმიერ ნეგატიურ ენერგიას. ამიტომ, როდესაც მაგები იყვნენ იქითა სამყარო, მოკლედ გამოწყვეტილები იყვნენ ამ სამყაროს, ამას იყენებდნენ, რომ ბოლომდე არ გასულიყვნენ. ასევე ცნობილი არის ეზოთერულ წიგნებში, რომ რაუხტოპას ახასიათებს ერთ-ერთი ყველაზე შავ ტურმალინისგან განსხვავებით, ერთ-ერთი სუფთა არის სხვისი ენერგიისგან დაცვა. ან თავის პატრონს იცავს ენერგეტიკულათო. ძალიან, იმიტომ რომ თან თქავს ნეგატიურ ველს და ატარებს. შავი ტურმალინი თუ მთლიანად ჭედავს, ის ვერ იწმინდება, თუ მას წყალი, გამდენარი წყალი არ მივეცით, მაგალითად, ხო? ამას შეუძლია ძალიან კარგად გაატაროს გარდაქმნას, იმიტომ რომ ეს მთის ბროლის ნაირსახეობა არის. გაატაროს ეს უარყოფითი ენერგია. ამიტომ ძველ ცოდნაში იყო ესეთი ის, რომ როდესაც პრაქტიკებში იყვნენ, სხვის ენერგეტიკაში იყო მაგალითად, ვინც მკითხაობს ახლა და სხვებს მკითხავს, სხვის ენერგიაში შედის, ფსიქოთერაპევტი სხვის ენერგიაში შედის. რელაციური კონტაქტი რა არის? მეტი არაფერი არ არის ფსიქოთერაპიაში, რომ ჩვენი აურები ერთმანეთზე ხდება, ხო, მიწებება და ეხლა მე ვერ მივეწებები ვერავისი, ვინცაც უჭირს და ვისაც უნდა, თქვათ, თერაპიული პროცესი, შეიძლება შენზე შემოვიდეს. ძალიან კარგი არის თავდაცვისთვის. შენი აურის ენერგეტიკული ველი დაიცვას. მეორე არის ახლა ფსიქოთერაპიაში ასწავლიან ტექნიკებს, როგორ უნდა დაიცვა თავი და სხვის ემოციურ ველში არ უნდა შეხვიდე. ანუ არის აუცილებელი ესეთი ფორმებიც თავდაცვის, ხო, აი, როდესაც მაგალითად საზღვრებზე ვლაპარაკობთ, როცა არის საუბარი, რომ ეს ხვის ენერგიაში, იმას დავეხმარო, ამას დავეხმარო, როგორც კი ამ ველში შევდივართ, ჩვენ ეგრევე ხვის ენერგიის ჯაჭვს უხილავ ძაფებს ვიღებთ. და მე ამ ადამიანის მიღმა არსებული, თქვათ, სხვადასხვა უარყოფითი ენერგიები შეიძლება ეზოთერულ მასში ესე არის წიგნებში, ხო, რომ გადმოდიან მე ჩვენზე. ეს რაუხტოპასი ძალიან კარგად იცავს აურას. ამავე დროს რაუხტოპას რა ახასიათებს? კარგი ცნობიერებას აფართოვებს. გონებას აფართოვებს, აი ზედა სურათით შეგვიძლია რაღაცებს შევხედოთ. ძალიან ახლოს შეიძლება ვთქვათ, იყოს შვილოსნის ენერგეტიკასთან პოზიტიური კუთხით. თუ რაღაცეები აი თუ მაგალითად მთის ბროლის სუფთა ინფორმაციას გამოატარებს, სუფთა მერკური არის ეს სხვაშორის ვერძულ ენერგეტიკასთან ძალიან ახლოს არის, იმიტომ რომ ვერძი არის აი სუფთა ინფორმაციული ველი, საერთოდ დაუბინძურებელი, აი სკამკამა ეს თვითონ ვერძის ენერგეტიკა ესეთი არის. აი აბსოლუტურად ბავშვური სუფთა ენერგია. და ეს რო შემოდის მაგალითად, ხო, სისუფთავე გარკვეულწილად და სისუფთავესთან არის ასევე ინფორმაციის დიდი ნაკადია. შენ არ იცი აქ კარგი სწორი ინფორმაცია, არასწორი ინფორმაცია, როდესაც ხმთის ბროლით მუშაობთ ჩვენ, აქ მოგვდის ძალიან ბევრი ინფორმაცია. აი ეს უკვე ახარისხებს ინფორმაციას. და ამავე დროს რომელია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმას გამოგიყოფს. აი ტიპური მშვილდოსნური ენერგეტიკა არის. ეს მეგიყვებით ახლა რა წიგნებში წამიკითხავს მაგალითად და წლების განმავლობაში ახლა რასაც პრაქტიკაშიც ვაკვირდებოდი. ახლა როგორ ხდება ენერგიებთან მუშაობა? ეს არის მაგალითად ხავსიანი აქატი, აი ეს უკვე მიწიერი ენერგეტიკის ქვა არის. ესეთი რამ არის? მიწიერი ენერგეტიკის ქვა არის. გულის ჩაკრასთან მუშაობს. გულის ქვები, გულის ჩაკრაზე, რაც მუშაობს, ეს არის ვარდისფერი ქვები და ეს არის მწვანე ქვები. ნუ წითელი უფრო ქვედა ჩაკრებთან უკავშირებთ, ხო? იმიტომ რომ ფერებს აქვს პირდაპირ გავლენა ჩაკრების ენერგეტიკაზე, ენერგეტიკულ ცენტრებზე. ეს არის ველური ბუნების ენერგია, ხავსიანი აქატი. აქაც ახასიათებს ზოგადად ბუნებრივი მიწასთან ახლოს ყოფი ენერგეტიკული ველი.
და რაც ძალიან გვჭირდება ჩვენ განსაკუთრებით ხა ვიღაცა ვინც ისეთი მატერიალისტია რომ ფულის გარდა არაფერი არ აინტერესებს და მისი ტვინი მხოლოდ საქმიანობით შემოიფარგლება იმას ახლა საერთოდ არ აინტერესებს არც მინერალოგია და არც არაფერს არ მისცემს ხო მინერალები მას იმიტომ რომ არის ამ პროგრამით რომ ყველაზე დაბალი მასლოუს პირამიდის პირველი საფეხური შეისრულოს ეს არის მათთვის მოცემულობა. მაგრამ ოდესაც ზედა საფეხურებზე 10 ადამიანი ოღონდ არ ამასლოს პირამიდაზე, აი ცოტა ესეთი ეგზისტენციალური კრიზისი აქვს ადამიანს, მაგალითად სულიერებაში იყურება, კითხვები აქვს, სად მივდივარ, საიდან მოვდივარ, ხო? აი ესეთი ქვები ძალიან საჭირო არის, იმიტომ რომ ჭირდება ადამიანს მიწის ენერგიასთან კონტაქტი და მშვიდება. და შფოთვითი აშლილობები როცა არის, ნერვოზული ფონი როცა არის, ახსნება როცა არის, დაუბალანსებელი ენერგია დადის, ეგ ვერ გადის. ვერ ხდება დამიწება და ზევითანაც ან არ მოდის, მაგალითად, ან მოდის დიდი დოზი და მე ვერ ვახდენთ, სადღაც იჭედება, რომელიღაცა ცენტრში იჭედება, ხო? აი ეს გჭირდება ხოლმე, თან ამ ენერგიასთან ერთად, რომ გაიტანოს გაგვეხმაროს. ეხლა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ჯადოსნური ჯოხი არის, მაგრამ მინერალებთან კომუნიკაციით და კონტაქტით მინიმუმ შეგვიძლია დავინახოთ, რომელი ენერგია არის დაბლოკილი ჩვენში. მაგალითად, ეხლა ეს, როდესაც არის მიწის ენერგია გულის ჩაკრასთან დაკავშირებული, რბილად მუშაობს. არის გულის ჩაკრის ცოტა მძიმე ქვები. მაგალითად, არის ესეთი მალაქიტი. და მალაქიტი საკმაოდ ტრანსფორმაციული და მძიმე ენერგიის ქვა არის. მძიმე ენერგია რას ნიშნავს? როდესაც გულის ჩაკრაზე მუშაობთ, ის ამოიტანს ყველაფერს, ანუ პლუტონისა და ვენერას ენერგეტიკა აქვს მალაქიტს. და ცოტა ქირურგიულად, აი მძიმედ ამოიტანს გულში, რაც კი რამე წყენა გქონდა, გულის ტკივილი გქონდა და ფაქტიურად დაგვეხმარება ამის ტრანსფორმაციაში. აი ესაც დაზიანებული ვენერა აქვს, მაგალითად, ან ცოტა ისე ტოქსიკური ვენერა აქვს, შეიძლება მალაქიტი მაინც არ მოუხდეს, იმიტომ რომ მუდმივ წყენებს უტრიალებდეს, სანამ ამას არ განიკურნავს. ანუ ფაქტიურად ცოტა ძლიერი ვიბრაციის ქვები გვეხმარება ჩვენ ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში. ახლა მაგალითად, ყველაზე ბუნებრივად ვღებულობ, აი ეს არის ნამდვილი, სხვათა შორის ესეთი ხარისხიანი ოღონდ თორე ნამდვილი გაზგური არ არის. ლაზურიტი. ეს არის ურანული ენერგეტიკის ქვა, ურანის და ნეპტუნის ენერგიას ატარებს მასში. ნეპტუნი არის სულიერების ენერგია, ცოტა მისტიციზმი, ოღონდ ურანული. აი ურანი რო იყოს თევზებში, მაგალითად, აი ესეთი ენერგეტიკა აქვს. ამ ქვას და მას აქვს დიდი ურანული ენერგია ცვლილებების. თუ ჩვენ გვინდა ცვლილებები ცხოვრებაში, აი ამ ენერგიას ძალიან გრთავს, იმიტომ რომ ჩვენში აჩქარებს სადღაც იდეები, მაგალითად, ღირებულებების ურანული თემატიკა ძალიან ახლოს ხდება ჩვენთვის, ნაცნობი ხდება ამ ქვის დახმარებით. ასევე გვეხმარება მაგალითად ცოტა დიცურეთ შევხედოთ რაღაცებს, ოღონდ ურანულად. ურანულად როგორ? იდეალებში ავიყვანოთ ეს ყველაფერი. ეს არ არის მისტიციზმი, ამეთვისტოს კუთხით, ხო, რომ საერთოდ ამ სამყაროდან გასვლაში დაგვეხმაროს მაგალითად და საერთოდ გადაგვიყვანოს სხვა ენერგიებში, ხო, როგორც ასევე სელენიტსაც შეუძლია. სელენიტი ინტუიციასთან არის ძალიან ღრმად კავშირში და აი თუ ჩვენ დასვენება გვინდა, გონების დასვენება გვინდა, მან ღვთისმშობელი კი არ უნდა გამოვიყენოთ, რომელიც პირიქით კიდევ უფრო გახსნის გონებასთან არხებს. აი სელენიტი შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამეთვისტო კრიტიკულ სიტუაციაში, როცა უკვე ძალიან გადატვირთულები ვართ, იმიტომ რომ ამეთვისტოს თავისი პრობლემები აქვს. ყვითელი მინერალოგია მან არ ვიქნის გამოიყენოთ, ხო? ერთ-ერთი ჩემთვის საინტერესო არის ქარვა. ეს მინერალი არ არის, მაგრამ ქარვას ნახეთ რა ხასიათებს, როგორ შეგვიძლია დიაგნოსტიკა მინერალებით. ქარვაში არის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მზის ენერგია შენახული. ცოტა ესოთერული დატვირთვით რო გითხრათ, ხო, მზის ენერგია. ანუ პირდაპირ ახასიათებს, მაგალითად, ჩვენ როგორ გამოვხატავთ ჩვენ თავს, რამდენად გვაქვს ეს ლომური ვიბრაცია, ლომური ინსტინქტები და თუ ჩვენ მაგალითად დიდხანს მე მქონდა პერიოდები ქარვა არ მსიამოვნებდა და ხამე წყლის ენერგიაში მყავს მზე. მე 12 სახლში მყავს, კირჩხიბში მყავს და ეს არის ძალიან წყლის ენერგია და ვიღლებოდი ქარვით ძალიან. არა და მზე მიყვარს, ეგ ვენერა მყავს ლომში მაგალითად ასციდენტი და
წესი დიდიაში აღმავალი ლომში მყავს და ქარვა არის ერთ-ერთი ჩემი წამყვანი, მაგრამ იმ პერიოდში მე რო დავაპორტე თქვა რა არის ეს ლომის ენერგია, იმ პერიოდში ვიყავი ცით როგორ დასვენება მინდა და ჭრილში მინდა და ყოფნა. მე-12 სახლს ეს როგორ შეეფერება. ჭრილში რას ნიშნავს? იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხში არ მინდა გასვლა. ნაკლებად ყურადღება რომ მივიღო, ან ნაკლებად მე ვიყო ყურადღების ცენტრში. აი ეს მზის, კაშკაში იმ მომენტში არ მჭირდებოდა. ამიტომ ქვები გვაჩვენებენ ასევე დიაგნოსტიკურად, ეხლა რა ენერგიებში ვართ, რა მსიავნებს, რა არ მსიავნებს. აი ახლა ერთ-ერთი არის ციტრინი, ჩვენთან ასტროლოგიაში მზის ენერგია აქვს ციტრინს და ოდითგანვე იყენებდნენ, ვიც ვერ ლაპარაკობს, იმას ციტრინი უნდა ახლოს ქონოდა და ამეტყველებდა. იმიტომ რომ მერკურული ენერგია შემოდის ციტრინში, მზისა და მერკურის ენერგია შემოდის და მზე მერკური ლომში რო ავიღოთ ესეთი. როგორც კი ვიღებ ამ ციტრინს, ხმას ვეღარ ვიღებდი. საერთოდ მეკეტებოდა ყელის ჩაკრა. ესე რომ ვთქვათ. ყელის არა გონება, აი საერთოდ ვერ ვამბობდი ვერაფერს და დავიწყე მე ცოტა დაკვირვება ამ ქვაზე, რომ ეს პრიმიტიულად ადრე წლების წინ ვამბობდი, რომ ეს ქვა მე არ მიხდება. სინამდვილეში არ ყოფილა ესე რომ არ მიხდება. ანუ სადღაც ქვა მეუბნება, რომ აქ სასუნთ გზებში რაღაც არის დაბლოკი. რაღაცას თავისუფლად ისე ვერ ამბობ. და მე თერაპიულად რო წავედი ამ ყველაფერს ახლა მე თქვენ რასაც გეუბნებით და გიყვებით ხოლმე. აი როგორი ჩემი თამა გავლიდო ყველაფერი ცით და უამრავი წაკითხული. ანუ ძალიან დიდ ხანს რო ტკეპნი რომ მე გამოხატო. ანუ ზოგადად მე რასაც ვამბობ, არ არის ჩემთვის ეს მარტივი. არ არის ჩემთვის ზედაპირულად რომ შემეძლოს თქმა, ხო? შესაბამისად, ესე იგი მეტყველებაში არ არის ჩემთან პრობლემა, ჩემთან არის შიგნით ძალიან და დავწო სატურნი მესამე სახლს უერთდება ჩემთან და პირდაპირ ეს ამომიგდო მაშინ ციტრინმა, რომ აქ არის შეკავება ძალიან დიდი და ეს ქვა სინამდვილეში მიმითითებდა, რომ ეს არის გასახსნელი, ეს არის თერაპიულად სამუშაო. და მე რო დავიწყე ამ ქვებზე უფრო სერიოზულად დაკვირვება, აქ ტაროც ჩავრთე მაგალითად სიტყვაზე, თვით დიაგნოსტიკის თერაპიებზეც დავდივარ სიტყვაზე და იქ ფსიქოთერაპიაზე შემიძლია ხოლმე ენერგეტიკასთან კონტაქტი არის, ორი სკამის პრინციპები, როცა შენ სვამai პირდაპირ დავაჯინო ჩემი ტკივილი. აი წინაზე იყო აი შაკიკი მქონდა, მახასიათებს ხოლმე ხშირად, ეს თავის კილები როგორც კი ციკლონი შეიცვლება, ამინდი შეიცვლება. დავაჯინე შაკიკის კამზე. ველაპარაკე. საქმე გაურჩიეთ, რა წამიღე წიდი მეთქი. და დავინახე იქ წინ ზისა ტირის ერთ-ერთი მე. აი რაც თქვა ტირის, აი დრამებში არის და კიდე აქედან ხელებს უყდო რა წაიღე შვილო ტვიდი მეთქი დედიკო. ხო და ძალიან საინტერესო იყო თერაპიულ პროცესში შეგვიძლია ჩვენ დავსვათ ჩვენი ერთ-ერთი მე და ველაპარაკოთ მას. ამავე დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ პროცესში კონკრეტული მინერალი, რასაც გვაქვს სამუშაო. ძალიან გვეხმარება ხოლმე ესე თერაპიულ პროცესში. ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე წამყვანია რა უხტოპაზი, მაინც იმიტომ რომ თან დამიწებას ახდენს, აი თქვა წამოვიდა ემოციები, ხო, თერაპიაში წამოვიდა რაღაცა მძიმე ენერგიები, გააქვს, მიწაში გააქვს. წარმოსახვით რო წარმოვიდგინ, დაგრაუნდებაში გვეხმარება და შესაბამისად ეს აღარ რჩება ცხეულში. ადვილად გადის და აი ფსიქოთერაპიებში მე მაგალითად ამ მინერალს აქტიურად ვიყენებ. როდესაც ვხედავ რომ ან დაღლილი ვარ, ან ჯანმრთელობაში აი ცოტა გაციება, ცოტა ისე ხარ და ვერ ახარ ფორმაში, სერდოლი კი ერთ-ერთი საუკეთესო არის, მოგცემს ენერგიას. ოღონდ ახლა ესეც უნდა გაითვალისწინოთ. ეს ადრეს მე მგონი მოგიყევით, ვამბობდი რომ ენერგია არა მაქვს, დაღლილი ვარ და თერაპიაზე შეხვდები, კაი წუწუნებ რა რომ ენერგია არა მაქვს და ვაღმოჩნდა რომ გავიარე თერაპია რომ ენერგია მაქვს იმდენად დიდი თან არ ვდებ ეს კონკრეტულ სიტუაციებში რომ არის ძალიან დიდი ენერგია სელენა ვერცი ვარ და ენერგია იმ ხელა მოდის რომ მე ვერ მკლავდები ამას და ვახშობ და მთელი ძალა მიდის რომ შევაკავო ეს ენერგია იმის ნაცვლად სადღაც ჩავდო ხო და მივხვდი რომ ენერგია კი არა მაქვს ზედმეტი ენერგია არის და ეს ენერგია ამას აბრძოლამ ფიტავს
ეს იყო ყველაზე ესეთი უცნაური ჩემთვის. შესაბამისად, ზოგჯერ ვამბობენ ხოლმე, რომ უენერგიოთ ვარ, ამ დროს იმხელა ენერგია მოდის, მელაპარაკებიან, გადადგამენ ქვეყანას, ზოგან აგრესიაც არის, ზოგან არარეალიზებული ენერგია არის, ზოგან დატენილი არის ადამიანის შესაძლებლობებით და ვერ იყენებს ამ შესაძლებლობას და ამის ჩახშობაში არის მთლიანად, ხო? ამიტომ ეს სადიაგნოსტიკოთ არის, რამდენად არის უენერგიობა სინამდვილეში თუ ეს სხვა სცენარებია, რასაც ახლა მაგალითად ვამბობ, ხო? და აი ცოტა ეზოთერული პრაქტიკები შემოგთავაზეთ. ამონიტი ერთ-ერთი საუკეთესო ქვა არის, ოღონდ საერთოდ იყიდება ხოლმე გაჭრილები და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მთელი იყოს, იმიტომ რომ ეს მთლიანი ამონიტი არის ენერგეტიკულად მთელ დედამიწის მეხსიერებაში, მთელი დედამიწის ისტორია, დედამიწის განვითარება საუკუნეების და მილიონების წლების განმავლობაში მასში ენერგეტიკულ ინფორმაციულ დონეზე დევს. და შესაბამისად, შესაბამისად, როგორც კი ამასთან გვაქვს ურთიერთობა, გვაქვს ჩვენს რაღაცა წარსულთან, ჩვენს შინაგან დედამიწის ენერგიასთან კავშირი და ძალიან გვეხმარება ხოლმე ესეც, სადღაც აი უკან გავიხედოთ რომ მეგულივით, უკან გავიხედოთ და უკან დავამუშაოთ რაღაცები, ან ენერგია ავიღოთ დედამიწის ენერგეტიკული ველით. აი ეს მინდოდა მეგობრებო, მე თქვა, თუ არ იყენებთ, ვისაც გაინტერესებთ ტაროები, ძალიან საინტერესოა თერაპიულად ამაზე მუშაობა. თერაპიულად, რასაც ქვია, საკუთარ თავთან კონტაქტის კუთხით. მე მალე ჩავწერ მარისთან ვიდეო, სადაც შემოგთავაზებთ, ხაიშუს კიდე ერთ ძალიან საინტერესო თერაპევტთან მაქვს დაგეგმილი ვიდეო. იქ იმასაც შემოგთავაზებთ. თუ გაქვთ ინტერესი, დამიწერეთ ხოლმე კომენტარები და ალაიქეთ, რომ უფრო აქტიური გახდეს ეს არხი, რომ უფრო საინტერესო ხალხი შემოგვიერთდეს ნელა. უბრალოდ ეს მინდოდა თქვენთვის მომაყოლა იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო დროებით.